Sydney Sweeney-ზე ხომ ვიჭო რაოდ ცოტა. მოკლედ, ჩემთვის ეს შემთხვევა არის ძალიან საინტერესო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში საინტერესოა, იმიტომ რომ საერთოდ ვფიქრობდა ეს გოგო ნამდვილად, მაგრამ თვითონ რეაქციების გამოა ჩემთვის ეს შემთხვევა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად ორივე მხარე დაუპირისპირდა, ორივე მხარემ ხალ ორივე მხარე არა, მაგრამ მოკლედ აი რომ ჩავშლით ახლა მოგიყვებით და ჩემს გაგიზიარებთ. მოკლედ ეს გოგონა არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც ბევრ სერიალში თამაშობს, მაგალითად Euphoria-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ახალგაზრდული, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სერიალია, მაყურებლების თვალსაზრისითაც, ფინანსების თვალსაზრისითაც, ხო და ძალიან საინტერესოა ორი მიმართულებით რაღაც. მოკლედ რეკლამა არის ესეთი. Genes are passed down from parents to offspring, often determining traits like hair color, personality, and even eye color. Or that they make your butt look. My genes are blue. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თანამედროვე მასმედიის, რომ ყველაფრის სექსუალიზება ხდება, ყველაფრის გამარტივება ხდება და უძირითად ინსტინქტზე ხდება დაყვანა მთელი რეკლამების და ასე შემდეგ და ამის სხვათა შორის ერთ დროს იყო ერთი ამბები ატახილი დასავლურ პრესაში, რომ ნაკლებად უნდა მომხდარიყო ამის პროპაგანდა და ამის წარმოჩენა და ყველაფერს ჩატენვა და მართლა გაითვალისწინეს, ოღონდ როგორც ამბობენ, იმიტომ კი არა, რომ რაღაც მორალური სტანდარტები აეციათ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ როცა რაღაცები უფრო შეფარულია, უფრო კარგად მუშაობს რეკლამაში და როცა რაღაცა ყველაფერი ესე გრაფიკულად წარმოსახული არ არის. სხვა შორის ორივე კაცის შემთხვევაში ქალებთანაც და მამაკაცებთანაც უფრო კარგად მუშაობს, როცა შეფუთულია რაღაცები და ყველაფერი გრაფიკულად კიდევ ერთხელ ვამბობ, სცენაზე რაღაც პორნოგრაფიულად არ არის გამოტანილი. უფრო ყურადღებას აქცევს ორივე კაცი. აქ თავის განსხვავებებია, კაცების შემთხვევაში უფრო ვიზუალურ ნაწილზე ხდება ყურადღების გატანა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. ხო და მოკლედ ამ გოგონამ როცა მიიღო ამ რეკლამაში მონაწილეობა, დაუპირისპირდა ძალიან ეს ულტრალიბერალური ნაწილი და რატომ? იმიტომ რომ ჯინს, ინგლისურად ხო არის ჯინსები, მაგრამ თან არის გენები, იგივე ზუსტად იგივენაირად გამოითქმის და ეს გოგო ამბობს, რომ რაღაცა გენებზე საუბრობს, რომ აი სიდნის აქვს კარგი გენები, მშობლებიდან შვილებზე გადადის, სიდნის აქვს კარგი ჯინსები როგორც წესი მშობლებიდან შვილებზე გადადის და ხო რა, მოკლედ რა თქმა უნდა გადადის პროვოკაციული რეკლამაა ძალიან და მეც ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა ყურადღება გადადის გინიბზე და რაღაც პროვოკაციული იყო რა, ანკესი იყო, რომ აი დღეს რომ მაგას შეუშვებ, უეჭველი ქართული სელებრიტებიც და ნებისმიერ სელებრიტებიც ხო როსილობენ რაღაც სკანდალური იმით მოიპოვონ პოპულარობა, ეგ ვარიანტი იყო რა, American Eagle-სმა, ამ კომპანიამ ვინც აუკვეთა ეს იყო ზუსტად ამათი გადაღებული. და მოკლედ ატყდა რაღაც ამ ულტრალიბერალურ ამბებში ერთი წიოკი და პანიკა, რომ რას ქვია გინიბზე ლაპარაკობს ხერაცის ბერთვალება გოგო, იმიტომ რომ რაღაცა აი რასიზმი, რაღაც ფაშისტი უწოდეს და რაღაც ნაციზმის გამგრძელებელი უწოდეს ამ გოგოს, იმიტომ რომ ზოგადად ახლა ვიცით ხო, როგორი ესეთი განსაკუთრებული ბრძოლა მიდის, ბრძოლა ბრჭყალებში რასიზმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამერიკაში თითქმის აღარ არსებობს რასიზმი და რაღაც ეს კვოტები და ეს ყველაფერი უკვე რაღაცა ზედმეტად ხელოვნურად იქნება და უკვე მართლა ჩნდება საღიაზრი ამასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ საზოგადოების დაყოფას ეს ემსახურება ეს ყველაფერი, თორე რაღაც რასიზმი ხო დღეს რაღაც საჭიროა ეს ულტრა მიდგომა, კი რაღაც დონეზე შეიძლება ამის შინარჩუნება, მაგრამ ეს ულტრა მიდგომა აი მართლა არაფერ შუაში აღარ არის. და მოკლედ ძალიან ჩაწიხლეს რა ლიბერალებმა თავისიანი მაგრამ თავისიანი არ არის რესპუბლიკელიო როგორც ამბობენ. მანამდე ეხა კოლექტიურად დააყარეს მოკლედ რა ულტრალიბერალებმა. მანამდე ფემინისტებმა დააყარეს, როგორც რადიკალურმა ფემინისტებმა, რომ მანამდეც რაღაც სკანდალებში იყო ეს გოგო, რომ რაღაც საპონი გამოუშვა რამდენიმე ასეული, სადაც საპონში იყო მისი ნაბანი წყალი. და რა თქმა უნდა ეს გაგიჟებული კაცები და ბიჭები რამ გააგიჟა ეს ხალხი, მაგრამ არის ყოველთვის ხურბაკ, მაგრამ ძალიან სტრანია. გაგიჟდნენ და იყიდეს ეს საპონი და ფემინისტებმა დააყარეს, რომ რაღაცა ისე ქალების სექსუალიზებას ემსახურება ეს ყველაფერიო და ფულის საშენელო ჩათვალე უკან დაგვაბრუნეო და რეალურად მე თუ მკითხავს სხვაც ბევრ ამაზე ხმა მასაღებით სექსუალიზებას რაც შეეხება ქალის და რატომღაც ამაზე რადიკალური ულტრალიბერალი ფემინისტები ძალიან თუმან და ძალიან გული მწყდება.
და მეორე მხარე, ოღონდ ამ შემთხვევაში ხარ ამხდა რა, ამერიკაში მეორე მხარემ გადაწყვიტა, რომ აი უნდა დაიცვან რა კილიბერალებს ეზისხებათ, ამიტომ ჩვენ გვიყვარს და ნუ იცავენ ამ გოგოს და ნუ რაღაცა ყირაზე გადადიან. JD-მა გააკეთა განცხადება, რომ რაღაცა ლამაზი გოგოა და რაღაც თავი დაანებეთ და ეს ნუ ამახინჯებთ ყველაფერს სხვანაირად ნუ იღებთ და რაღაცა თქვენ არ გიდაით უბრალოდ დააფასოთ ქერაცის პერსონალები გოგო თუ რაღაცა რა მოკლედ, მაგრამ რეალურად ანუ აქ მოხდა აცდენა რა, როგორ შეიძლება სიტუაცია მიიღოს კომპლექსური ხასიათი, ამიტომ რომ არაფერი ისტი და არაფერ ფობი რა. სიტუაცია შეიძლება ისე გადაიკვეთოს, რომ რეალურად ჩვენ თვითონ აიბლანდო ამში რაღაცა ფილოსოფია ამ შენს შექმნილ იდეოლოგიებში რა. ხო და ეხლა რა გადაობა რაღაც მოხდა რომ ან ფაქტიურად ანუ მემარჯვენეები ნუ ეხა იქ მესმის რომ მარტო კონსერვატორები არ არიან ხო იქ არიან რაღაცა ულტრა მემარჯვენეები და აი მართლა გული გაგისკდება კაც რომ უსმინდა ზოგიერთი ის რაღაცას ამბობს იქ არიან კიდე მაგალითად ნუ კონსერვატორები ვის რეალურად ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ და ამისთვის მუშაობენ და ჩვენგან ძალიან დიდი პატივისცემა მათ განსაკუთრებით იმ ნაწილს რომელიც რელიგიურ ღირებულებებს უფრთხილდება მაგრამ უცებ მთლიანად ეს ანტილიბერალები იმდენად გაერთიანდნენ არასწორი გზით, რომ ანუ ის ნაწილი რაც არის რეალურად და რაც მართლა ასევე სიმახინჯეა და ქალების სექსუალიზაციას ახდენს მართლა რომ რა ესეჭიროა ხო რაღაცა ფაქტიურად ლამის გრაფიკული პორნოგრაფია სოლო ვამბობ ხე რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ხდებით ანუ რაც მიუღებელია და რაც მარაზმია არალამაზია და არასაჯაროა და აი მარაზმი რაც იყო მართლა 80-იანებში იყო ბრუკშილდის რეკლამა თინეიჯერი გოგო იყო რომელსაც ათქმევინეს კალვინ კლეინის რეკლამაში შარვალი ეცვა და ნუ ეს რაღაცა ჩაცოცხულია და რაღაცნაირად ზის და ამბობს რომ იცით რა დგას ჩემსა და ჩემს კალვინ კლეინის შარვალ შორის არაფერი სულ ეს იყო